განვაგრძობთ გამოშვებას არასრულწლოვანთა მასობრივი დანაშაული თბილისში. ბოლო ორ თვეში გაძარცვულია 50-მდე მაღაზია. სქემა მსგავსია, პატარა მძარცველები დაკეტილ მაღაზიაში შედიან და სალაროს აცარიელებენ. ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. საპატრულო პოლიცია საქმის კურსშია, თუმცა მოზარდებს მათი ასაკის გამო ვერ აპატიმრებს. მაშინ როცა არასრულწლოვან დამნაშავეებს ციხისგან კანონი იცავს, მაღაზიის მეპატრონეებს ის გადარჩენიათ დაცვა გააძლიერონ. ერთი შეხედვით საიმედო საკეტი 30 წამში ღია. ამის შემდეგ ძვირად ღირებულ ღვინის მაღაზიაში შეღწევა შესაძლებელია. თუმცა მცირე წლოვნებმა ზუსტად იციან, სად უნდა მივიდნენ და რა უნდა აიღონ. ბავშვები სალაროდან ფულს იღებენ და გარბიან. 48 წამში მაღაზიის სალარო ცარიელია. მაღაზიას ისე აღებენ, რომ საკეტი არ ზიანდება. შემოიყვანეს რაღაც 20 წამი დახვეს მაღაზიაში, იცოდნენ ზუსტად სად იყო ეს ფული შენახული, მოკიდეს ამ ფულს ხელი და გაიხსნეს. ეს აკეთებს რაღაცას, მე რაღაცას უჭობს, ვერ დავინახე და ჩვეულებრივად აღებს. ანუ არც ზიანდება არანაირად, კარი. 48 საათის განმავლობაში ბოლო გაძარცულ მაღაზიაში ანალოგიურ სცენარს ეყვებიან. იცის რა, რო აქ სალაროა, გასაგები რატომღაც იმ დღეს ეკეთა სალაროს, ნუ ღამე რას წარმოვიდი. ამას ესე იღებს, აგდებს ფული. აი ესე წყნარი დამოიღებს, ამას რაღაც ძირს აგდებს ესე. ამას წევს, მე კარგად ათვალიერებს, აქ ხურდებით წყლია, მაგრამ არ ეხება. მაღაზიის თანამშრომლები უკვე დაკითხეს პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ბავშვის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. იციან სახელი, გვარი, მისამართი და მათი მიზანი. მცირეწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ 14 წლის გახდება თუ არა აღარ მოიპარავს, იქამდე კი ფულს აგროვებს. გავხსენთ კამერები. როგორც კი დაინახეს, ნუ ეგრევე იცნეს, ვინც იყო არსებული ბავშვი და უი ეს ხომ ისევ ის არის. მოდის ეს ბავშვი ჩვეულებრივად ავსებინებენ რაღაც ოქმს, რატო აკეთებ ამ ყველაფერს? ნუ იცი რა არის, აი მე ხომ მე შემილია რომ გავაკეთო, მე მჭირდება ფული და სანამ მე არ დამსჯიან ამისთვის გავაკეთებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მიუთითებენ, სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ვინაიდან კანონი ამის საშუალებას არ აძლევს, პოლიცია პატარა მძარცველებს ვერ აკავებს. საკანონმდებლო ორგანოში საკითხის შესასწავლად მზად არიან. აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გაითვალისწინონ. პირობებში, როდესაც საკმაოდ ლიბერალურია მიდგომა არასრულწლოვანთა მიმართ, როდესაც ისინი დანაშაულს ჩადიან, როგორ ხდება ამ შემთხვევაში პრევენცია. ამისათვის საუბარი აქვს, თქო, სავალდებულ რაღაც ფსიქოლოგიის საათებზე, ეს უცხოეთში ესე ხდება. ჩვენ აღმოსავლურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ, თქო, მოძებნოთ ოპტიმალური მოდელი. პრობლემის დელიკატურობაზე საუბრობენ გაეროს ბავშვთა ფონდში. ატიმრობა, არასრულწლოვანის დაკავება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და უპირატესობა უნდა მიენიჭოს აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანმა გააცნობიეროს თავისი დანაშაული, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. მცირეწლოვნების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა არ არსებობს. ლესელიძის ქუჩაზე მაღაზიების მეპატრონეებმა კი ახალი საკეტები უკვე შეიძინეს და დაცვას აძლიერებენ.